რუს თუ რუსი არ უწოდე არა რუს სახელად რა დავარქო ეს ხელისუფლება უკლებლივ ყველა მისი წარმომადგენელი ცხადია რუსია ქართულგვარიანი რუსი არა პრორუსული არამედ სწორედაც რომ რუსული არის ეს ხელისუფლება და შესაბამისად ქართულგვარიანი რუსები თუ გნებავთ მაინც ასე ვიტყვი უკლებლივ ყველანი ერთი მეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ და ერთი მეორეზე უარეს ჩადიან და ერთი მეორეზე უარეს პოლიტიკას ატარებენ მაგრამ ამათ შორის გამორჩეული ან განსაკუთრებული რუსებიც არიან ხო ცხადია ეხლა დეპუტატი 78 ბუნებრივია ვერ გაეჯიბრება რომლის გვარიც არ ვიცით ვერ გაეჯიბრება დეპუტატს პირველს ასე მაგალითად შალვა პაპუაშვილს ან რომელიმეს ვინც აი ლიდერია ეგრეთ წოდებული პარლამენტისა რუსობაში და აი ეს უკანასკნელი შალვა პაპუაშვილი კი გამორჩეულთა შორის გამორჩეული რუსია ისიც არ არის პირველი რუსი მე მაინც მას მესამე რუსს უწოდებდი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის შემდეგ მაგრამ პირველ ხუთეულში როაც მესამე როა მეოთხე როა თუნდაც ყაველაშვილის შემდეგ ესეც უკვე პრობლემაა შენ სუვერენულ ქვეყანაში შენ სუვერენულ სახელმწიფოში პარლამენტის თავმჯდომარედ იწოდება პირი რომელიც დღენიადაგ დაკავებულია რუსული მესიჯების ტირაჟირებით ქართულ საზოგადოებაში და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა რეალურად იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს საზოგადოების ერთ და არც თუ მცირე ნაწილს ვერ ვიტყვი უმრავლესობას მერქი მაგრამ მაინც სჯერა ნებისმიერი ხელისუფალისა და აი რაღაცა დღეს ხელისუფლებად იწოდება მართალია ის ბანდა მაგრამ მაინც ხელისუფლებად იწოდება ბიძინა ივანიშვილის ქვემდებარე იწოდებიან ხელისუფლებად შესაბამისად მესამე თუ მეოთხე რუსს შალვა პაპუაშვილს ბევრი უჯერებს ბევრს ჯერა მისი აი ეს პაპუაშვილი ამბობს რომ ლუქსემბურგშიო გამართულ საგარეო საქმეთა საბჭომ კიდევ ერთხელ გაუშვა შანსიო ხელიდანო და მას შესაძლებლობა ჰქონდა დაეგმო 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი ნაცვლად ამისა მოვისმინეთ თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართველ ხალხზე თავდასხმად რას აფასებს ამაზეც ოდნავ მოგვიანებით მაგრამ თავდაპირველად თქვენის ნებართვით ვისაუბროთ 4 ოქტომბერზე უფრო ზუსტი რომ ვიყო რატომ ხდება დავუსვათ ეს კითხვა საკუთარ თავს და შალვასაც დავუსვათ შალვა რუსს რატომ ხდება მისი აზრით რაც ხდება გასაგებია მაგრამ აი საბაბი მიზეზი რა არის რომ თუ საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპისა და თუ საერთოდ საერთაშორისო თანამეგობრობა არაზდიდებით აი დღემდე მართლაც რამდენი დღე გამოხდა 4 ოქტომბრის შემდეგ ხო დღეს 21 ოქტომბერი გვაქვს შესაბამისად 17 დღეა გასული ვერა და ვერ არადა არ დაგმეს არადა არ შეაფასეს არადა არ გააკრიტიკეს 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული რევოლუციის დამხობის თუ გნებავთ ასე ვიტყვი ორგანიზატორები რა არის ამის საფუძველი აი როგორ ფიქრობს ბატონი შალვა ბატონობის გარეშე ცხადია შალვა რუსი პაპუაშვილი და მე გეტყვით რა ვერ გაუგია შალვა პაპუაშვილს ვერ გაუგია რომ მთელი ევროპა რასაკვირველია მთელი დასავლეთი რასაკვირველია არ იწონებს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას მაგრამ ეს ვერ აღმოხდა ევროპას ვერ ამოთქვა ევროპამ ევროპულმა საბჭომ ევროკომისიამ ევროპარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა თელმა დასავლეთმა ვერ წარმოთქვა წინადადება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კრიტიკული მხოლოდ იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილის ხელისუფლებას მოსულს თუ დარჩენილს გასული წლის 26 ოქტომბრიდან მას უწოდებენ უკანონოს თავად ანუ უკანონოს წინააღმდეგ რაღაცა განხორციელდა ეს ბჭყალებში ძალადობრივი შტურმი თუ იერიში ეს ევროპისთვის არ არის პრობლემა რამდენადაც გაცილებით დიდი ძალადობა ქართველ ხალხზე და გაცილებით დიდი ძალადობა ქართულ სახელმწიფოზე შალვა პაპუაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა კოზა ნოსტრას და ბანდის წარმომადგენლებმა განახორციელეს გასული წლის 26 ოქტომბრიდან როცა გააყალბეს არჩევნები და გასული წლის 28 ნოემბრიდან როდესაც ღიად თქვეს რომ ევროკავშირში საქართველო აღარ მიეშურება, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ამიტომ, როდესაც სასწორზე დებენ
და ამ ორ უკანონობას ეს ამასაც უკანონობა დავარქვათ პაატა ბურჭულაძის და სხვათა ქმედებას და ამასაც უკანონობა დავარქვათ ანუ შალვა პაპუაშვილისა და კობახიძის და სხვათა ანუ ბიზინიადის ქმედებას ბუნებრივია რომ ეს გადასწონის ეს უფრო მძიმეა ეს უფრო მძიმე დანაშაულია ვიდრე ის რაც ჩაიდინა რაც გააკეთა პაატა ბურჭულაძემ კონკრეტულად თუ ზოგადად იმ რევოლუციონერთა ხუთეულმა თუ ათეულმა თუ 17-ეულმა თუ ასე შემდეგ ვინც დაკავებულია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დიახ შალვა პაპუაშვილს ვერ გაუგია რომ ამათ პაპუაშვილს კობახიძეს ივანიშვილს სხვებს ესენი ანუ დასავლეთი არ ცნობს და აკი ამიტომაც დასავლეთი ფრიად დაფიქრებულია მოდი ასე შეშფოთებული და აღშფოთებული მაგრამ ამავდროულად დაფიქრებულია რა უყოს ქართულ სახელმწიფოს რომელიც მას დასავლეთს ძალიან მას დეფისი დასავლეთს ძალიან უკიდურესად ეძვირფასება და აი უკვე დეკემბრის მიწურულისკენ დაახლოებით დეკემბრის შუა პერიოდისაკენ რა გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოსთან დაკავშირებით და ევროპული საბჭო ზოგადად ევროპა ყალიბდება იმასთან დაკავშირებით რომ მინდა გაგახაროთ ახლა რიგითი მოქალაქეები მინდა გაგახაროთ რომ ჩვენ არ დაგვასანქცირებენ მაღალი ალბათობით მოდი ვიტყვი ასე მათ შორის იმიტომ რომ კონსენსუსი არ არსებობს და ასე შემდეგ მაგრამ კონსენსუსი არც არის საჭირო გარკვეულ შემთხვევებში უვიზო რეჟიმის შეჩერებისათვის სრული კონსენსუსი არ არის საჭირო მაგრამ ევროპული საბჭო და ზოგადად ევროპა დასავლეთი არ მიდის ქართული საზოგადოების მათ შორის ქოცების დასანქცირების ქოცი ამომრჩევლის დასანქცირების გზით ანუ ქოც ამომრჩეველსაც გავახარებ თუ მაინც და მაინც და გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ალბათობით ასეც რომ დაასანქციროს ფართო წრეები ქართული ოცნებისა იგულისხმება არა მხოლოდ 99 დეპუტატი პრემიერ-მინისტრი მთლიანად მთავრობა არამედ პროპაგანდისტები არამედ პირები რომლებიც ექსპერტებად წოდებულები და ასე შემდეგ რომლებიც ემსახურებიან ქართულ რუსულ ოცნებას ანუ რუსულ ოცნებას და სწორედ ამით არის აღშფოთებული პაპუაშვილი რუსი რომელიც ესე ღიად ამბობს რომ ევროპული საბჭო ევროპა მთლიან საგარეო საქმეთა სამინისტრები ამ შემთხვევაში აი ჩვენ კიდევ ერთხელ გვებრძვიან არსებითად იგივეს იმეორებს პაპუაშვილის მეგობარი და ქალოჩკა მაკა ბოჭორიშვილი რომელიც ერთის მხრივ აცხადებს იმას რომ საქართველოს კვლავინდებურად მიდის ნატო ევროკავშირისაკენ ბოდიშს ვიხდი რომელი ნატო ევროკავშირისაკენ მიდის მე მინდა კითხო ქალბატონ ბოჭორიშვილს არ მივაყენებ მას შეურაცხყოფას აი მანახეთ ერთი ევროკავშირში არსებული სახელმწიფოებიდან საქართველოს არსებულ სახელმწიფოებში საქართველოს ერთი წარმომადგენელი რომელმაც ერთი კინკილარამ გააკეთა ბოლო წელიწად-ნახევარი 2 წლის განმავლობაში იმისათვის რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი იყოს აი ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობის ლიდერი მანახეთ ანუ ელჩი რომელმაც რამ გააკეთა შეხვედრები ჰქონდა იქაურ პარლამენტებთან იქაურ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თუ ასე შემდეგ რა განცხადება გააკეთა რა შეხვედრა გამართა რა არსებითი ნაბიჯი გადადგა იმისთვის რომ საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი მით უფრო გასაკვირია ქალბატონი ბოჭორიშვილისაგან ეს განცხადება იმ ფონზე და იმის გათვალისწინებით რომ ამასობაში ქართული ოცნების პარალელურ ფრთას მოდი თუგნებოთ ასე ვიტყვი ჩართული აქვს დიდი საინფორმაციო კამპანია იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს უნდა იყოს საქართველოს სულაც არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი საქართველოს უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და რეფერენდუმი რომ ჩატარდება რეფერენდუმმა უნდა თქვას რომ ჩვენ აღარც ნატო გვინდა და აღარც ევროკავშირი ეს არის ერთგვარი მცდელობა ქალბატონი ბოჭორიშვილისა რომ დააბალანსოს მაგრამ ეს მცდელობა ამაოვა და არასწორია ბოჭორიშვილი სულ კარგ განცხადებას აკეთებდეს და არ აკეთებს ხადია კარგ განცხადებებს და სხვა განცხადებებსაც გაგაცნობთ მისას ბოჭორიშვილი არ არის ხელისუფლების პირველი სპიკერი, ასე ვიტყვი,
და მასზე ძლიერი და მასზე მთავარი სპიკერები არიან არა მხოლოდ აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ის პროპაგანდისტები, რომლებიც ქმნიან ფონს, რომლებიც ზონდირებას აკეთებენ ამა თუ იმ საკითხისა. ჩვენი საქმიანობა, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები ერთადერთ რამეს უკავშირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და გაძლიერებაზე ფიქრი ბრძანებს ქალბატონი ბოჭორიშვილი. საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გვარდახობს, ანუ ევროკავშირში გვინდაო და რასაც კონსტიტუცია გვარდახობს, ის ჩვენი პოლიტიკის საფუძველიაო, თუმცა ბოჭორიშვილს ცხადია, რომელიც არც გადადგება, იმიტომ რომ მომჯდარია, ხო? იმიტომ რომ $7,000 სამოსით უნდა იყოს შემოსილი ამა თუ იმ შეხვედრაზე და ზარაში არც უნდა იკადროს, როდესაც უცხოეთში ჯერაც შეუძლია ჩასვლა, ანუ ევროპას გულისხმობ და როდესაც უკვე ვეღარ ექნება შესაძლებლობა, სხვაგანაც ზარაში არ უნდა იაროს, უნდა გაცილებით ძვირად ღირებული ბრენდების სამოსით უნდა შეიმოსოს და ის არც გადადგება მერქი აკი გითხარით და იმას კი ვიტყვი, რომ ეს კონსტიტუცია ეხლა გვკარდახობს ჩვენ რო ევროკავშირსა და ნატოში უნდა გავწევრიანდეთ, თუმცა კონსტიტუციას პრაქტიკულად ყოველდღე არ ღვევს ქართული რუსული ოცნება, უკვე ხვალზე ეს კონსტიტუცია მისი უფროსების და არა მხოლოდ გობახიძის მხოლოდ არ გულისხმობ, ხო, მეოხებით თუ ძალისხმებით შეიცვლება. იგივე ქალბატონი ბოჭორიშვილი ბრძანებს შემდეგს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ევროპის მიმართულებით უნდა გქონდეს ურთიერთობები. აბა, თუ სტრატეგიული წინააღმდეგობაა ევროკავშირსა და დასავლეთსა და ჩინეთს შორის, თუ სტრატეგიული წინააღმდეგობაა დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუ სტრატეგიული წინააღმდეგობაა და შეუთავსებლობაა დასავლეთსა და ირანს შორის, რას ნიშნავს ეს? ანუ ჩვენ ირანისკენა მაშინ ჩრდილოეთ კორეისკენაც ვიაროთ. იქაც ჩრდილოეთ კორეა სიამოვნებით გამოხობს, მაგალითად პირობითად ვლაპარაკობ რაღაც $25 მილიონ რამე საინვესტიციო პაკეტს და იმისთვის რომ თავად დეიზოლირებული იყოს თუნდაც ერთგან, რაც სრული სიგიჟეა, მიდით დაუთმეთ მაშინ ჩრდილოეთ კორეას რომელიმე რაღაც სტრატეგიული ან თუნდაც არასტრატეგიული ობიექტი, მიეცით მას მის სახელმწიფო კომპანიებს ბიზნესის კეთების შესაძლებლობა. უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის ხელისუფლების გონიერი ფრთხილი პოლიტიკა და ჩვენი ხალხის გონიერება, ოღონდ თქვენი ხალხი, ეგრეთ წოდებული, ასე რომ უწოდებთ, არ არის ის ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და რომელიც საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ არის კრიტიკულად განწყობილი, ესეც უნდა ვთქვათ, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რეალურად თუ ვიმსჯელებთ და ობიექტურები თუ ვიქნებით, არ არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გონიერი თუ ფრთხილი პოლიტიკა, უსაფრთხოების გარანტია არის ნატო ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება. ამაზე ბოლო წინადადებას რომ წარმოთქვამთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ აზრს და ბოლო წინადადება კი იქნება ამ ბლოგის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წუთი იწურება და მისმენთ თქვენ და შესაძლოა კიდე რაღაც 7-8 წუთი იყოს ჩემი ვიდეობლოგი, მე გთხოვთ, მოგიწოდებთ რომ სწორედაც რომ ბოლო წინადადებას დაელოდეთ, რომელსაც მე აუცილებლად წარმოვთქვამ და ბოლო წინადადებას ისე წარმოვთქვამ, მაგრამ საინტერესო აზრს წარმოვთქვამ ამ ბოლო წინადადებაში და რაც შეეხება გონიერებას და ფრთხილ პოლიტიკას, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, ჩვენ მიგვატრებს დასუსტებისაკენ და შესაბამისად ომისაკენ, თუნდაც არა ახლა მისი მმართველობის პირობებში ამ წლებში 25 თუ 26 წელს, მაგრამ ამგვარი ფრთხილად წოდებული რეალურად კი კონფორმისტული პოლიტიკის შედეგად ჩვენ აუცილებლად გამოგვიჩნდება მტერი, ეს შეიძლება იყოს რაღაც დაჯგუფება, პროქსი დაჯგუფება, შეიძლება იყოს ეს საერთოდაც სახელმწიფო, რომელიც ესე ერთი ხელის მოსმით, ერთი ხელის მორტყმით დაგვამარცხებს, ეს არ იქნება ომი, ასეთი კლასიკური გაგებით, თუმცა ომში ჩვენ ახლაც ვართ ჩემი აზრით, ეს იქნება ჩვენი დამარცხება, ყველაზე უფრო უსალოდნელი, რასაკვირველი არის დამარცხება რუსეთის მხრიდან, რომელიც ჰიბრიდული ოპერაციების წყალობით თუ გამოყენებით ისედაც იმარჯვებს ჩვენ ქვეყანაში. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არც დღეს დრაწყებულა და არც გუშინო, როგორ გეკადრებათ საქართველოს ევროკავშირში, ეხლა თუ სულხან საბა ორბელიანზე და მუხრან მაჭავარიანის ლექსზე აპელირებას აკეთებს ქალბატონი ბოჭორიშვილი, აქაც გულახდილად გეტყვით ის ოროსანია, ანუ ვერც პოეზიაში და ვერც მათ შორის მუხრან მაჭავარიანის ცოდნაში ვერ გაეჯიბრება ყველაზე უფრო
ნაკლებად მოყვარულს პოეზიისა მაგალითად დემონსტრანტებს შორის, მაგრამ ამაზეც არ არის საუბარი. ჩვენი ევროინტეგრაცია დაიწყო, მოდი მაინც ესე ვიტყვი, გუშინ წინ, თუ გნებავთ ვიტყვი, რომ შევარდნაძის პერიოდში, თუ გნებავთ ვიტყვი, რომ სააკაშვილის პირობებში, მეთქი ყოველსწყოში არა, ქართული ოცნების პირობებში და ევროინტეგრაცია არის ორმხრივი პროცესი, ანუ მარტო შენი ისიც ფსევდო და ისიც არასწორად ფორმულირებული სურვილი არ კმარა ევროკავშირი კი, რომელშიც ესე ვითომ მივდივართ ჩვენ ბოჭორიშვილთა და სხვათა გააზრებით თუ მეოხებით, ხოლო არ მივდივართ გასაკვირველია, ევროკავშირი არ დგამს ნაბიჯებს ჩვენსკენ და არ დგამს მათ შორის, იმიტომ რომ ეს ბანდა ხელისუფლება პაპუაშვილი იქნება, ბანდა ხელისუფლება პაპუაშვილი იქნება თუ კობახიძე იქნება თუ ბოჭორიშვილი იქნება თუ სხვები, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, არასწორი სიტყვა, აკრიტიკა კიდე მოსული ამბავია, ლანძღავენ პირდაპირ მნიშვნელობით ევროკავშირს და მადასტურებელი არის ის, რომ კონვენციების დარღვევით მათ ლანძღვის ან არასწორი პოლიტიკის ერთი მადასტურებელია, ერთი კინკილა არის ის, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალკონენს ჯარიმაც კი გამოუწედა ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ხელისუფლებად წოდებულმა კოზა ნოსტრა ბანდამ. გერმანია ყოველთვის საქართველოსთვის ყოველთვის იყო გამორჩეული პარტნიორი, მაგრამ გერმანიისელს ყველა ენაწაგდებული პირი საქართველოს პარლამენტში, ანუ მაკა ბოჭორიშვილის თანაბანდელი აკრიტიკებს და აკრიტიკებ რა ელს, შენ აკრიტიკებ რომ ვიცოდეთ მაინც შესაბამისად გერმანიის ხელისუფლებას. უახლოეს ხანებში ელჩი გაემგზავრება, ანუ ბატონი კარტოზია იგულისხმება, მაგრამ მინდა დავამწუხრო ქალბატონი ბოჭორიშვილი და ბატონი კარტოზიას თუ ის იკადრებს ჩემგან ამ სიტყვის შებრუნებას, ვერაფერს ვერ გახდება ბატონი კარტოზია, პირში ჩალა გამოვლებული, ხახამშრალი ან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც კი პირველივე თუ გამართავს, ისიც პირველივე შეხვედრას გამართავს ასე მაგალითად გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში და მე უკვე რაღაც ბოჭორიშვილის რაღაც ბოდბები იმის თაობაზე რა არის, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ელჩს და ასე შემდეგ, მე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ქალბატონ ვალკონენზე კიდევ ერთი ბოდვა და ასე შემდეგ და კიდევ ერთი პასაჟი მოგწონს თუ არ მოგწონს, არჩევნების შედეგი ყველამ უნდა მიიღოს ბოდიში, რა ენაზე გითხრათ არ ვიცი, ვოლსკის ან პაპუაშვილის ენაზე ვიტყვით თუ გნებავთ წაარბავ თქვა ამ სიტყვას იზვენიце, ხო არჩევნების შედეგს, გაყალბებული არჩევნების შედეგს მოგწონს არ მოგწონსზე არ არის საუბარი, ჩვენ ვერ მივიღებთ. შეიძლება არ მოგწონდეს არჩევნების შედეგი, მაგრამ ის არჩევნები იყოს კანონიერი, არჩევნები იყოს სამართლიანი, არჩევნები იყოს სწორად ჩატარებული, უეჭველი, ასე ვიტყვი და შესაბამისად აღიარებ. მაგრამ როდესაც საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას, ანუ ქართულ ოცნებას უზურპირებული აქვს ხელისუფლება ძალაუფლება, როდესაც მან გააყალბა არჩევნები ვიდრე არჩევნებამდე, იმიტომ რომ ხშირად აპელირებენ ხოლმე და ამბობენ რომ არჩევნების დღე ხომ კარგად ჩატარდა, არა, ჯერ ერთი არჩევნების დღეც არ ჩატარდა კარგად, იქ გამოჟონვებზე ლაპარაკობდა კიდე გაყალბების უამრავ მექანიზმზე, რომელიც გამოიყენა კობახიძის ბანდამ, ანუ ბოჭორიშვილის საქმის კურსიც არ იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, ეხლა ვინ გააცნობდა მაკა ბოჭორიშვილის თვალსაწიერის ადამიანს იმას რა მეთოდების გამოყენება ცდილობდა ქართული რუსული ოცნება 26 ოქტომბერს გაყალბებისათვის არჩევნებად წოდებულ რაღაც სპეცოპერაციაში, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს და ასე შემდეგ, რავა ყველა გაგიჟდა ქალბატონი ბოჭორიშვილისა და ყველა იმ ქართულგვარიანი რუსის გარდა, რომელიც დღენიადაგ იმას ამტკიცებს, რომ თურმე არჩევნები ჩატარებულა კარგად და სამართლიანად, ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ ჩვენთვის მოსაწყენ, კი არა საწყენ შედეგებს არჩევნებისა, თუ ის არჩევნები ჩატარდება სამართლიანად ნებისმიერს მეთქი პრორუსებმა, აი ქართულ ოცნებაზე მეტი პრორუსების წარმოდგენა ხო წარმოუდგენელია, მაგრამ აი კიდე უარესებმა 99 დიმიტრი სამხარაძე რომ მიჯდეს, ან დიმიტრი სამხარაძე პლუს არ ვიცი ვინ დავარქვა, 99 ბიძინა ივანიშვილი რომ მიჯდეს და იგორ გიორგაძე რომ მოისვას გვერდით, კიდე 99-ად მივიღებთ ამ შედეგებს, ოღონდაც კი იყოს სამართლიანი ეს ყველაფერი და სამართლიანად ჩატარებული, ობიექტური, გამჭვირვალე, დემოკრატიული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კი აი ესე ჯავრობენ ესენი, ქალბატონი ბოჭორიშვილი მათ შორის, რომ ეს ამ არჩევნების შედეგებს არც არავინ აღიარებს
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე რა შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევ საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთავი ორი გაგიჟებულია საგარეო საქმეთა მინისტრის თაობაზე ბაკაბოჭორიშვილის ციტირებით, ხო 4, 5, 6, ხო ნიუსი შეხვდება და ერთი ამბავი კიდე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მე გითხარით ორი სიტყვა ბაკაბოჭორიშვილი უთუოდ მოხვდება დასასანქცირებელთა სიაში, რაც არ უნდა იბაქიბუქოს მან და ის ბრძანებს ვერავინ შეგაშიდებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ როგორც ხელისუფლებას. მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს კიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება. არავინ ძვირფასო მაყურებელო, ვინცაც ჯერაც გჯერა ბანდიტი ბოჭორიშვილის სამეთქი ახლა ასე უნდა წარმოთქვა მისი ნაჩალნიკებისა, არავინ შენ არ გავალდებულებდა, არ მოგიწოდებდა, არ გიბიძგებდა, არც ერთსქესიანთა, ეს არის ყველაფერი პროპაგანდა, არც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისაკენ, თუმცა ერთსქესიანები ერთად ცხოვრობენ პრაქტიკულად ყველა კორპუსში თუ არა ყოველ მეხუთე კორპუსში ეს იცით თქვენც და ვიცით მე. არავინ არ მოგიწოდებ დაკანონება ხო თქვი რა რაღაც ოფიციალური რეესტრიზაცია ხო გაფორმება. მეორე არავინ არ მოგიწოდებდა გიბიძგებდა გთხოვდა მოითხოვდა და ასე შემდეგ ბავშვის აყვანისუფლების დაკანონებას ამ ერთი სქესის წარმომადგენლებისათვის ეს ევროკავშირშიც კი არ არის სრული კონსენსუსის საგანი არ შეთანხმებულა და ყველა ქვეყანა თავის სუვერენიტეტს იყენებს ამ და წინა საკითხთან დაკავშირებით. არავინ არ გთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ეს რომ ვიცოდეთ მაინც და უსაფრთხოების გარანტიად გარანტორად ქართული რუსული ოცნების წარმოჩენა და ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება გიდგასო, რაც სიცოცხლე ჭირდება შენი ქვეყანას და შენი შვილების მომავალს, შვილებზე ნუ აპელირებ, ამ შემთხვევაში თქვენობით არ მიუმართავ ბოჭორიშვილს, თქვენი შვილები არ გიყვართ და ქეთაც იცქიშვილი გამახსენდა რატომღაც, რომელმაც მოსამართლეს მიმართა, მეო გაგიკვირდებათ და თქვენი შვილისთვისაც კი ვდგავარ რუსთაველის გაბზირზეო, იმ რუსთაველის გამზირზე, რომელზეც ბოჭორიშვილს ეხლა ხანია არ გაუვლია, თუ რასაკვირველია, დაცვა არ ახლავს, ან ეგრეთ წოდებული მთავრობის რამ ღონისძიება არ არის და აი ბოლო წინადადებამდე მივედით, აქ გითხარით ბანდა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ჩამოვცილდეთ ევროკავშირის გზას და უკვე გაკეთებულიც აქვს ყველაფერი, მან უნდა გაიგოს ბოჭორიშვილმა, მაკამ და სხვებმაც, რომ არასოდეს, ანუ ახლა და რაღაც ცოტა ხნის განმავლობაში კი არა, არასოდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას დასავლეთი არ აღიარებს. გაჯიუტდება საკუთარ დანაშაულში ბოჭორიშვილი იქნება თუ სხვა ვინმე, მით უფრო არ აღიარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ შეცვალოს ბოჭორიშვილი, შეიცვალოს მისი რაღაც რომელიმე მოადგილით, ასე მაგალითად პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი რომ შეიცვალოს შედარებით კულტურული იერსახისა და მეტყველების პირით შალვა პაპუაშვილი კახეთში რომ დაუბრუნდეს და ვენახებს და აკიდოები რომ წვიტოს და ყურის ბიბილოზე თუ ამას რა ქვია ჩამოიკიდოს, ან ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებას რომელსაც ერქმევა ქართული ოცნება ის არასოდეს გაправდება, ეს რომ ვიცოდეთ, მეცაც გეტყვით ჩვენ ნელ-ნელა მივგორავთ იქამდე რომ ქართული რუსული ოცნება არასოდეს გაправდება საერთოდ, ის ხომ არჩევნებს ვერ მოიგებს და აი მისი არსებობის გაправებაც, გამართლებაც კი აი ოპოზიციაში თუნდაც იქნება წარმოუდგენელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ და თუ მხრიდან და აქვე ბოლო წინადადება პოლიტიკომ დაწერა შემდეგი აი ეს უზარმაზარი გამოცემა ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა პოლიტიკომ დაწერა სტატია იმასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობს, აი ას გაკარგინებთ ევროკავშირი თქვენ, ისა ბიზნე ივანიშვილი თქვენ, ხო ჩვენ რას გვაკარგინებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ფიქრობენ ევროკავშირში რომ 2030 წელს კი არ მოხდეს გაფართოება, არამედ ახლა უფრო მალე უკრაინის კონტექსტია რასაკვირველია მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი, უფრო მალე მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ოღონდ მე მათ შესანიშნავად ესმის ბრიუსელს, ესმის შესანიშნავად რომ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი არა ცოტა, არამედ ბევრი უკრაინას
მოლდოვას ბალკანეთის ქვეყნებს არ ჩაუტარებიათ. აქედან გამომდინარე, ახლა ესე პირდაპირ აიღო და გადაისროლო ევროკავშირის სივრცეში მოახვედრო უკრაინა თუნდაც ან მოლდოვა, ხო, ეს იქნება ძალიან რთული და აი ეს ფიქრში მიდიან ამ ხო, რთული იქნება მათ შორის, იმიტომაც რომ დასაძლევი იქნება ხო სრული კონსენსუსია აუცილებელი, დასაძლევი იქნება ცალკეული ანტიუკრაინული და პრორუსული რეჟიმების ვეტოები, ორბანი კი აღარ იქნება უახლოეს მომავალში უნგრეთის ხელისუფლებაში, მაგრამ მაინც რაღაცა სასიფრთხილეები აუცილებელი ორბანი არ იქნება, ფიცო იქნება, ფიცოც არ იქნება, სანამ სხვაგან შეიძლება მოხდეს რაღაცა უცნაური ამბავი, თუმცა აი ამ პოპულიზმის ზეობის და ზეიმის პირობებში, ამიტომ ფიქრობენ რომ როგორი რა მექანიზმები შეიმუშაონ საიმისოდ რომ კანდიდატი ქვეყნები საქართველოს გარდა გააწევრიანონ ევროკავშირში დაჩქარებული წესით და აი პოლიტიკო წერს მაკაბოჭორიშვილი ამას არ წაიკითხავს, გადადებს, გადახევს და შესაძლოა არა მხოლოდ გადადოს და გადაფხარიწოს, არამედ სხვა რამეს უქნას. მოკლედ, პოლიტიკო წერს, რომ ახალ ქვეყნებს შეეძლებათ შეუერთდნენ, სიტყვა სიტყვით თარგმანია, ევროკავშირს სრული ხმის მისცემის უფლების გარეშე. ანუ ახლა რომ არის ევროკავშირში, ევროპარლამენტში ამდენი და ამდენი დეპუტატი, შეგვიძლია ნახოთ სუსტად, ანუ ყველა ქვეყნის ფრაქციების მიხედვით წარმომადგენლობა, ხო, აი მაგალითად რაღაც მწვანეების პირობითად ვლაპარაკობ, ხო, ან ლიბერალური პარტია, ასე მაგალითად, ხო, ან სახალხო პარტია და ასე შემდეგ და სოცდემები და ასე შემდეგ, ხო, ეს არის აი ძალიან დიდი წარმომადგენლობა. ასევე ხმის უფლება აქვთ ევროპულ საბჭოში ლიდერებს ან საგარეო საქმეთა სამინისტროში, შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოში, მინისტრების საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრებს. აი როგორ მექანიზმზე ფიქრობს ევროკავშირი, პარალელურად იმის, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას დაასანქცირებს, მაგრამ ეს უკანასკნელი მეხუთე ხარისხოვანია იმასთან შედარებით, რასაც ახლა ლაპარაკობ. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინაზე ვიტყვით ქვერისლებართვით და მე განავრცეთ სხვა ქვეყნებზეც, უკრაინა გააწევრიანონ მალე 27-ში, 28-ში. ოღონდ ხმის უფლების გარეშე და მაშინ, როდესაც უკრაინა ჩაატარებს შესაბამის პოსტომის პერიოდში უფრო, ხო, შესაბამის რეფორმებს უკრაინას დაუბრუნონ კი არა მისცენ თუ აღუდგინონ მისცენ უფრო სწორიზნაარი ხმის უფლება როგორც ევროპარლამენტში, ანუ ევროპარლამენტარები იყვნენ უკრაინელი პარლამენტარებიც, ასევე საგარეო საქმეთა საბჭოზე, ასევე ევროპულ საბჭოზე და ასე შემდეგ, ანუ გადაწყვეტილების მიმღები ისიც იყოს, მაგრამ ნახეთ რა მაგარი ამბავი იქნება უკრაინისათვის ასეთი ფორმით გაწევრიანება, თუნდაც ასეთი ფორმით გაწევრიანება, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, იმიტომ რომ ის ერთ ნაბიჯს და ნახევარ ნაბიჯს კი არა, 55 ნახტობს გააკეთებს ევროსივრცისაკენ, საიდანაც მისი გამოყვანა პრაქტიკულად კი არა, თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნება. აი რაც გაკარგინებთ თქვენ, რაც გვაკარგვინებს ჩვენ, მაკაბოჭორიშვილი დამოუგებელად იმის ამას ყველაფერი ეს ესმის თუ არ ესმის. იმიტომ რომ ახლა როგორ ვივარაუდო, რომ იმ ხელფასის გარდა, რომელიც მას აქვს სახელმწიფო და დანიშნული ბევრი 1000 ლარი, მას აქვს ეგრეთ წოდებული მარცხენა შემოსავალის ბიზნესი. არ გულისხმობს სიმართლე გითხრა, არ ვიცი მას ბიზნესი აქვს თუ არა, მის ოჯახს აქვს თუ არა, მაგრამ მარცხენა შემოსავალი, აი ისეთი მაფიოზური ფულის სამრეცხაო კანტორიდან, როგორც არის ქართუ, ანუ ბიზინა ივანიშვილის ამ ვერტიკალში არსებული ერთი უმნიშვნელოვანესი კერძო სტრუქტურა, რომელიც ყიდულობს ლოიალობასაც, ყიდულობს სიტყვებს და მდგომარეობას იმ საჯარო სპიკერებისა, რომელიც მასთან თუ მასში არიან. ჩვენ კარგავთ ეს ნათელი დადასტურება. თქვენც კარგავთ ქართული ოცნების ამომრჩევლებო, დღემდე გადაფიჩინებულნო ქართულ რუსულ ოცნებაზე და დღემდე დაბოლივნო იმით, რომ ჩვენ ვინმე ან ომს გთხოვდა, ან არეულობას ითხოვდა, არავინ ჩვენგან მსგავს არ ითხოვდა. ეს ყველაფერი არის რუსული ბაიკი, რუსული ჭორები, რუსული ხმები, დაყარილი ხმები ჩვენ შესახებ ევროპა რო გთხოვდა რამეს იმის თაობაზე, იმის შესახებ და მე მესმის, რომ ბევრი თქვენგანი ვერ გამოვა ახლა ქუჩაში სხვადასხვა თქვენივე კომპლექსების გამო, არ დავდგები იმასთან თუ არ მოვდგები ამასთან, მაგრამ არსებობს პროტესტის სხვა საშუალებებიც და
მათ შორის ლოგინზე ბალიშზე თავის დადება და მეუღლესთან ამოოხრება. ეხ რა გვიქნა ბიზინა ივანიშვილმა ესეც პროტესტის ფორმა, იმიტომ რომ აქედან და Facebook-ის ზე სტატუსის დაწერამდე ეხ რა გვიქნა ბიზინა ივანიშვილმა ამ შინაარსით იქნება დარჩენილი ნახევარი ნაბიჯი. ან დაგმეთ, ან იცოდეთ რომ თქვენი შვილები გაიღვიძებენ საბჭოთა კავშირის მაგვარ სახელმწიფოში, შვილები გაიღვიძებენ. მოგნებავთ ასე ვიტყვი. და ეს კი იქნება 70 წლიანი, 100 წლიანი ახალი ჯოჯოხეთი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ნახვამდის.